მადლობა თანადგომისათვის. დიდი მადლობა ამ ტელევიზიას, რომ მე მაქვს ესეთი პლატფორმა, ესეთი გადმოსახედი შეიძლება ითქვას და ურთიერთობის საშუალება თქვენგან კეთს ვიხრი ბატონი გიას წინაშე, ქალბატონი თამთას წინაშე, ბატონი სერგოს წინაშე მშვიდობა გქონდეთ მათ, წარმატება გქონდეთ ორგანიზაციულად, სახელმწიფოებრივად, პირადად დიდ მადლობას მოვახსენებ და აი დღევანდელი ჩემი გადაცემა არის რაღაც დონეზე ძალიან პირადული, ძალიან უშუალო და იგი არის რაღაც დონეზე მიზნობრივ საზოგადოებაზე გათვლილი, რამე თუ მე უნდა ვისაუბრო მამაჩემზე. შალვა ნიკოლოზიძე ვანიშვილზე, პროფესორ შალვა ვანიშვილზე, ძალიან წარმატებულ მეურნე კაცზე და ასე შემდეგ. მე მინდა რომ ეს გადაცემა რამდენადმე ეს საუბარი რამდენადმე მიწვდეს აი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობდა იგი და მის მეგობრებს, თანამშრომლებს. მუშაობდა იგი ისტორიის ინსტიტუტში და მის ძველ თანამშრომლებს. მიწვდეს გორის საზოგადოების, ქალაქ გორის საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, იმიტომ რომ იქ მუშაობდა იგი. მიწვდეს ჩვენს დიდ და სახელოვან საგვარეულოს სოფელ ატენში და მთელ გორის რაიონში და მთელ შიდა ქართლში და შესაბამისად როგორც ერთ-ერთი საისტორიო ლიტერატურა და წყარო დარჩეს ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს, ჩემი ოჯახის შვილიშვილებს. ეს მართლაც საოცარი ადამიანი იყო, მომიტევეთ ახლა ცხადია შესაბამისად კიდე ერთხელ ვამბობ არაფერი სუბიექტური არ იქნება, აქ ყველაფერი ობიექტური იქნება, პირობას ვიძლევი და აი რაც ჩამოვთვალე იმ საზოგადოებამ რამდენადმე ძალიან კარგად იცის რიგი დეტალები და ჯამურად ალბათ მარტო მე ვიცი, ჩემი ოჯახის წევრებმა იციან ჯამურად ამ ადამიანის შესახებ. საოცარი ადამიანია, იმიტომ არა რომ იგი მამაჩემია, იგი ჩემი ხორციელი მამაა. მე აქვე დავამატებ რომ სულიერი მამაც მყავს, მე ეს არის ჩემი მოძღვარი დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, ჩემი სამეცნიერო მამა და ასევე ძალიან მრავალმხრივ ჩემი დამკვალიანებელი ამ ცხოვრებაში ეს არის მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე და ჩვენი პატრიარქი ხო მთელი ერის მამა და მათ შორის მეც ვთვლი რომ იგი არის ჩვენი სულიერი მამა. ჩვენი დროის ილია ჭავჭავაძე არის უწმინდესი ილია მეორე. მამაჩემი შალვა ვანიშვილი ყველაფერი თავიდან იწყება, ყველაფერი სათავიდან იწყება. მამაჩემი შალვა ვანიშვილი დაიბადა 1931 წელს და ძალიან უცნაური რამეა ეს დაიბადა სოფელ ატენში. და მაშინ ურთულესი ეპოქა იყო, ურთულესი გარემო იყო, კარგად გამიგეთ. რატომღაც ამაზე არავინ საუბრობს, ყველა აი 37 წელს იხსენებს, 40-იან წლებს იხსენებს, 50-იანს და 30-იანის დასაწყისი არის ძალიან რთული პერიოდი. სხვაზე საერთოდ არ მინდა საუბარი ჩვენს ქვეყანაში, ხო გამიგეთ და ჩვენი პრობლემატიკა ბადარდებს ძალიან, რომ ეს იყო კულაკიზაციის ეპოქა და ძალიან მძიმე ეპოქა იყო და დაიბადა 1931 წელს და იგი როგორც ამბობს, როგორც ყვებოდა, შესაბამისად აი დიდი სიდუხჭირე იყო, ძალიან დიდი სიდუხჭირე იყო, ახლა მთელი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ნაწილი იყო საქართველოს და ახლა წარმოიდგინეთ 100 თუ ისე ყველაფერი გვეხებოდა რა, ის რაც ხდებოდა დასავლეთ საბჭოთა კავშირში და შუა საბჭოთა კავშირში და ასე შემდეგ მოგეხსენებათ დიდი შიმშილობა იყო უკრაინაში და როგორ შეიძლება და საქართველოს არ შეხებოდა და დიდი დეფიციტი იყო ხორბლეულისა და ასე შემდეგ ვოლგისპირეთში და ასე შემდეგ და საქართველოსიც ანალოგიურად იყო. და იმის და მიუხედავად რომ შეიძლება ითქვას რომ საშუალო ოჯახად მაინც ითვლებოდა პაპაჩემის ოჯახი, დიდი სიდუხჭირე იყო და
მამა ჩემი როგორც იხსენებს, აი დაახლოებით მე-5, მე-6 კლასში ვიყავიო, რომ პირველად ჩემი საკუთარი ფეხსაცმელი ჩავიცვიო და ზაფხულში ხშირად ძალიან ბევრი ბავშვი სოფელ ატენში ზაფხულში სკოლაში ფეხშველი მიდიოდა. ეს თითქოს სადღაც იქ იყო, ხო, მრავალი საუკუნის წინ. ამ დროს აი ჯერ 100 წელი არ გასულა. წარმოგიდგენიათ, იმ ეპოქაზეა საუბარი, 90 წლის წინ. ჩვენი მშობლების თაობაა, წარმოგიდგენიათ, ჩვენი მშობლების ბავშვობა და მამა ჩემი დაიბადა, როგორც მოგახსენეთ, 31 წელს და პაპა ჩემი, მოდით ახლა ცოტა ხანი გვარზე ვისაუბრებ. პაპა ჩემი იყო ნიკა ზაქარიასძე ვანიშვილი, რომელიც თავის მხრივ დაიბადა 1896 წელს. და მისი მამა იყო ზაქარია პავლესძე ვანიშვილი, რომელიც დაბადებულა 1868 წელს. შესაბამისად ეს ჩანაწერი ვნახე და მისი მამა ყოფილა პავლე ანდრიასძე ვანიშვილი, რომლის დაბადების თარიღი არ ვიცით, მიახლოებით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ალბათ ესეც 27, 28, 25 წლით დიდი იქნებოდა. როგორც ვახსენე ზაქარია ვანიშვილზე და მისი მამა, ანუ პავლეს მამა, გამომდინარე აქედან იყო, ესე იგი, დაბადებული დაახლოებით 1810-იან წლებში. ეს იყო ანდრია ვანიშვილი. ანდრია ვანიშვილი ესეთი, ანუ წარმოიდგინეთ, ეს მამა ჩემის ერთ-ერთ წიგნში ჩადებული ვნახე, ძველი წარმოიდგინეთ შემთხვევით ბიბლიოთეკის თვალიერებისას, რომ ესეთი ხაზი იყო, что სამწუხაროდ მე კი მახსოვს რა, რომ მიყვებოდა პირადად ბებიის მხარეს, გვარებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის მამიშტო და აი იქ მთავრდება ანდრიაზე და ჩვენ სოფელში, სოფელ ატენში, რომელიც სახელოვანი სოფელია და აი 61 ეკლესია აქვს აღწერილი და ეხლა აი იქ ერთი ძალიან დიდი ადამიანია მნათე შეიძლება ითქვას მთელი სოფლისა, ყოფილი მედავითნე და ყოფილი კანდელაკი ატენის სიონისა და დღეს ექსკურსია მძღოლი და მცველი და ადამიანი მარგალიტი ჩვენი ხეობისა. ეს არის პაატა ბესტავაშვილი, იმანაც სულაც 80 ძეგლი აღწერა, ოღონდ მასში არის სალოცავები, ნიშები და ასე შემდეგ. 61 ეკლესიაა სოფელ ატენში და 5 ციხესიმაგრეა, სახელოვანი სოფელია და აი ამ სოფელში არის 5 შტო ვანიშვილებისა. 5 შტო, ესე იგი, ძალიან დიდი გვარია და შეიძლება ითქვას, რომ 50% თუ არა 40% მინიმუმ ვანიშვილები არიან სოფელ ატენში. ეს არის ანდრიანი, ანუ ჩვენი შტო, ეს არის შესაბამისად ელბუანი, ანუ ელიბუ ერქვა ადამიანს, ელოანი, ალბათ ელიზბარი ერქვა, ასე შემდეგ, ელოანი, ბასიკაანი, ანუ ბასიკა ერქვა და ვანიანი, ანუ ვანუ ერქვა იმას, ანუ ვანიშვილი იყო. აი ეს 5 შტო არის, წარმოიდგინეთ და დიდი მადლობა უფალს, რომ ესე გამრავლებულია ჩვენი გვარი და ჩვენ გვარს, ანუ აი ერთმანეთს ვენათესავებით, ესენი, ესე იგი, გამომდინარე აქედან 7 თაობის წინ წარმოგიდგენიათ, მაგრამ აი ჯერ არ მომხდარა ღვთისწყალობით, რომ მათ შორის მომხდარიყო ან დაქორწილება და ოჯახება და ასეთი და ამ დაგვარი რამ და ჩვენ გვარს აი რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის, საკუთარი ეკლესია გვაქვს, საკუთარი მიწები გვაქვს, საკუთარი სასაფლაო გვაქვს, საკუთარი სალოცავი გვაქვს, ასე შემდეგ და ეს ძალიან დიდი ფასეულობაა, დიდი ისტორიული ფასეულობა არის ჩვენი გვარისათვის და აი მამა ჩემს შესაბამისად კიდე ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთ ფუცელში ჰქონდა ჩადებული, ალბათ ეს ცნობა შეეკითხა მამამის ნიკა ვანიშვილს. ნიკა ვანიშვილი დიდი ადამიანი იყო, ცხადია გლეხის ფენა, ანუ გლეხთა კლასის წარმომადგენელი და როგორც სოფელში იხსენებენ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი ფასეულობა, ადამიანები დამხმარე, ხშირ შემთხვევაში თამადა, დიდი მშრომელი, დიდი მეფუტკრე, დიდი მებაღე, დიდი მევენახე და ასე შემდეგ და აი მე ვიყავი 9 წლის, 10 წლის ბიჭუნა და მე და ჩემ ძმას დაგვავალა პაპანიკამ, რომ ყველა სკასთან მივსულიყავით. სკა ესეთი ასაწყობი მოწყობილობა არის ძირი, მერე ეგრეთ წოდებული სართული, მერე საბალიშე და მერე
სახურავი და ესე ხაზი უნდა ჩამოუშვა, რომ მის დაასვლა აწყობისას ისევ დაემთხვეს ეს ხაზები და მარტივად აწყო და თითოეულ ნაწილზე უნდა დააწერო 1-1-1-1, 2-2-2 და ასე შემდეგ და ყველას და გამოვიდა 111 ძირი. წარმოგიდგენიათ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საოცარი და ტკბილი მოგონებაა. ცალკე ეს ღონისძიება რო შედგა და ცალკე 111 მანეთი მაჩუქა ჯილდოთ. საოცარი მოგონება იმ ეპოქაში წარმოგიდგენიათ 1980-იანი წლების დასაწყის ვამბობ, 1970-იანი წლების ბოლოს ვამბობ, წარმოვიდგინეთ და ესეთი რამ მითხრა რომ აი 111 ხო გამოვიდაო და პაპაჩემსო იგივე დამავალაო რაც ეხლა შენ გააკეთეო და პაპაჩემსო 120 და 125 ძირი ყავდა ხოლმე ხშირად თუ ანალოგიური რო გავაკეთებო და ჩვენ აი წარმოვიდგინეთ რომ აქედან გამომდინარე 1 2 3 4 5 თაობის მეფუტკრეები ვართ და ამაყი ვარ რომ აი ჩემი შვილებიც ხშირ შემთხვევაში მეხმარებიან და ისინიც მეფუტკრეები იქნებიან და თუ ვინმეს რაღაც დონეზე გნებავთ აი ნატურალური თაფლის სიმბოლური რაოდენობას სიხარულით მოგართმევთ დეგუსტაციისათვის და რაღაც პრეპარატის ან საშუალების დასამზადებლად. და მამაჩემსაც ყავდა 55 ძირი ფუტკარი და უვლიდა აი ამ საქმეს და ერთ-ერთი მისი თხოვნა იყო რომ არასოდეს შემწყდარიყო ჩვენ ოჯახში ეს ტრადიცია და ასეთ გრძელდება უკვე მოგახსენეთ. შესაბამისად პაპანიკას ანუ პაპაჩემს ყავდა 5 შვილი. ძალიან ტრაგიკული ოჯახი იყო, ძალიან მეტი რო არ შეიძლება და ეხლავე მოგახსენებთ. პაპანიკას ყავდა 5 შვილი, ეს იყო ზაქარია, ეს იყო ყარამანი, ეს იყო შალვა, მამაჩემიანუ, ეს იყო გურამი და ეს იყო პატარა გოგონა ეთერი. პატარას იმიტომ ვამბობ, რომ პატარაობისას გარდაიცვალა იგი. ალბათ 4-5 წლისა. ასევე სრულიად პატარა 13 წლისა ტრაგიკულად მდინარეში, სოფელში გარდაიცვალა პატარა 13 წლის ვაჟი, ანუ პაპაჩემის ვაჟი გურამი ვანიშვილი, მამაჩემის შემდგომ რო იყო 3-4 წლით პატარა. ასევე ტრაგიკულად რუსეთში, ქალაქ სარატოვთან მატარებელში ტრაგიკულად გარდაიცვალა ბიძაჩემი ზაქარია, იგივე შაქრო და წარმოვიდგინეთ როგორ განვითარდა მოვლენები და ასევე ტრაგიკულად დაახლოებით 40-45 წლისა მოულოდნელად სრულიად გარდაიცვალა მამაჩემის კიდე ერთი უფროსი ძმა ყარამანი და აი ამ ტრაგედიების მიუხედავად წარმოგიდგენიათ რომ ეს ოჯახი მაინც აგრძელებდა ცხოვრებას, მოღვაწეობას, შრომას, ასე შემდეგ და პაპაჩემი ნიკა ვენახში 82-83 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა შეტევისაგან, ეს იყო გულის თუ ეს იყო რაღაც შინაგანი ორგანოს დაზიანება მოულოდნელი და ცოცხალმკვდარი იპოვნეს ვენახში 82 წლის ასაკში. რაც შეეხება მამაჩემს, მამაჩემმა არ ვიტყვი რომ ღრმა სიბერემდე, მაგრამ აი 82-83 წლამდე იცოცხლა და დაახლოებით 12-13 წლის წინ გარდაიცვალა იგი და გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე ლექციებს კითხულობდა, მე რაღაც განვითარდა ვერაგი დაავადება და მოულოდნელად სრულიად წარმოუდგენლა და აი სანთელივით ჩაქრა ამ 2 თვის განმავლობაში და ლექციებს კითხულობდა და ეხლა რადგან ლექციები ვახსენე, ანუ გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე ლექციებს კითხულობდა გორის უნივერსიტეტში, გორის ერთ-ერთ კიდე მეორე უნივერსიტეტში და შემდეგ და ჩვენ დავითვალეთ, აი მამაჩემის სიცოცხლეშივე დავითვალეთ, რომ გამომდინარე მისი დატვირთვიდან, მისი სამსახურებიდან და ასე შემდეგ 30,000-მდე ლექცია და გაკვეთილი უნდა კონდეს მას ჩატარებული. ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს იყო დედა უნივერსიტეტი,
ეს იყო აი 70-იანი წლების მერე ვამბობ. ამასაც მოგახსენებთ რატო ვამბობ 70-იანი წლების მერე. ეს იყო გორში არსებული ძალიან სახელოვანი და ძალიან ეროვნული სხვათა შორის და ძალიან კარგი ადამიანების მიერ იმ ეპოქაში მისა მეტადრე რაც ვიცი ხელმძღვანელობით არსებული გორის სასწავლო უნივერსიტეტი, აი სულ ადრე რო პედაგოგიური იყო ხოლმე. ეს იყო ასევე თავიდან კომერციული სასწავლებელი, ეგრეთ წოდებული სუხიშვილის უნივერსიტეტი, ძალიან კარგი უნივერსიტეტი, ძალიან კარგი კონტინგენტითა და პედკოლექტივით, ასე ვთქვათ. მოგეხსენებათ ახლა 90-იან წლებში ესე სოკუებივით ჩდებოდა ხოლმე და რადგან სახელმწიფო ხელფასი დაბალი იყო, ასევე კიდე აი ცოტა ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ფაქტი რჩება. უნივერსიტეტის სახელწოდებით იყო კასპში, ეგრეთ წოდებული ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და იქაც მუშაობდა და ასე შემდეგ და ამასთანავე ატენის სკოლა სანამ დაინგრეოდა, აი საშუალო სკოლა ატენში თავიდან იყო 4 სკოლა, წარმოიდგინეთ, ეს იყო აი შუაუბანში ზაოტის უბანს ეძახიან, ესეთი ძველი გადმონაშთია, ადრე ერთ-ერთი ქარხნის სახელი. ზაოტის უბანში იყო საშუალო სკოლა, ქვემო წელში სოფლისა იყო სკოლა-ინტერნატი, სოფლის ბოლოში, სადაც სიონის ტაძარია იყო 4 წლიანი სკოლა, ესეთი უბანია კიდე ნახევრად შეიძლება ითქვას მოწყვეტილი სოფელს, მაგრამ ატენს ეკუთვნის, გარდა ატენში იყო 8 წლიანი სკოლა. წარმოგიდგენიათ და ისე განვითარდა მოვლენები, არ ვიცი ვინ არის ამაში დამნაშავე, ჩვენ ამაზე გვისაუბრია. დამნაშავეა სოფლის დაცლაში, ჯერ შესაბამისად მონღოლები იყვნენ დამნაშავე, რომ გაიგეს საქართველოს სიძლიერე იყო 100,000 სოფლის ქვეყანა რო ვიყავით იმის გამო, მერე საბჭოთა ეპოქაშიც ვითომ იდეოლოგია იყო, რომ დატოვე სოფელი, ფილმებიდან დაწყებული, პირში თქმიდან გაგრძელებული და ამან დაცალა და დღეს წარმოიდგინეთ, რომ რო იყო ეს 4 სავსე სკოლა, დღეს არის თქვენ ხართ ჩემი ბატონი ერთი ისიც საშუალო კონტინგენტიანი სკოლა, ეს უკან წავიდა სოფლის საქმეს და ქვეყნის საქმეს, მე ესე ვიტყოდი. რა დაეცეს გლეხი კაცი საქართველოს დაძაბუნდეს და ეს ტენდენცია ეხლაც თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ უკან მიბრუნება სოფელში და მამაჩემი იმის გამო ეხლა კარგად გამიგეთ თვითონაც იცოდა რაღაც დონეზე თავის ფასი ძალიან თავდაბალი ადამიანი იყო, მაგრამ მაინც ეხლა პროფესორი ადამიანი და დოცენტი ადამიანი არ მოწყდა სოფლის სკოლას და კვირაში ქონდა 2 გაკვეთილი მიუხედავად სიმბოლური ხელფასისა, აი იმ ეპოქაშიც 90-იან წლებში, 2000-იან წლებში, 80-იან წლებში ცხადია და ყოველთვის წარმოგიდგენიათ შედიოდა კლასში სოფლის სკოლის მასწავლებელიც იყო. ამავე დროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას ასწავლიდა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგი იყო ძალიან სახელოვანი კათედრა იყო. კათედრის გამგე იყო კოტე ტოტოჩავა, აკადემიური ადამიანი, ძალიან დახვეწილი. მისი მეგობრები იყვნენ კათედრაზე, ნოდარ მებონია ძალიან კარგად მახსოვს, დღეს ცოცხალია და ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან დიდი მოღვაწე არის ბატონი ვაჟა შუბითიძე და ბევრი ადამიანი. ეს არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მისი გუნდი, მისი წრე, პოლიტოლოგიის ლექტორი იყო და ასწავლიდა მე-6 კორპუსშიც, პირველ კორპუსშიც, აი სხვადასხვა კორპუსში, ძირითადად თავიდან სატრანსპორტო ფაკულტეტს. და ასე შემდეგ, მე სამართალსაც ასწავლიდა, პოლიტოლოგიასაც ასწავლიდა და ასე შემდეგ. ასევე იგი, როგორც მე ვთქვი, 1973-74 წლიდან და მანამდე რა ხდებოდა ამას მოგიყვებით, მუშაობდა, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. ეს იყო მელიქიშვილზე ზუსტად გადმოსწრივ ფილარმონიისა. ანუ ფილარმონიიდან სამხრეთით რო ლამაზი შენობა არის, კუთხის შენობა,
მოგეხსენებათ რომელ შენობაზეც დღეს იქ აღარ არის რაღაც სასტუმროა ისტორიის ინსტიტუტი იყო და იქ იყო განყოფილების უფროსი როგორც კათედრა ასე ვთქვათ განყოფილების უფროსი იყო უშანგი სიდამონიძე ძალიან აკადემიური ადამიანი დიდი ადამიანი და მამას მეგობრები იყვნენ აი ძველ თაობას კარგად ეხსოვნება ისტორიკოსები იყვნენ თან პოლიტმიმომხილველები იყვნენ ამირან ავალიანი ღმერთმა აცხონოს დიდებული ადამიანი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი აბონციციაშვილი ღმერთმა აცხონოს ძალიან დადებითი ადამიანი საინტერესო ადამიანი გრიშა მარგიანი დავით პავლიაშვილი აი ამ წინებზე წარმოვიდგინეთ მეუფიანანიასთან გახლდით კაბინეტში და მობრძანდა მხცოვანი 91 წლის ადამიანი 91 წლის ადამიანი არა მომიტევეთ 87-88 წლის ადამიანი ბატონი ვახტანგ გოილაძე და შესაბამისად უცებ საუბარში რომ საუბრობთ ისტორიულ საკითხებზე და მეუფემ ჩემი თავი გააცნო უთხრა ნუგზარ ვანიშვილი ეგრევე გაახსენდა და ისე გაეხარდა რომ შალვა ვანიშვილის შვილი ვიყავ ისეთი მოგონებები ქონდა რომ აი თქვენთან სოფელში ჩამოვდიოდით ისტორიული სოფელი ისტორიული დიდებული გარემო დიდებული ღვინო რაც უმნიშვნელოვანეს ეხლა ღვინოზე გამახსენდა მამას დიდი მეგობარი იყო ნოდარ დუმბაძე ღმერთმა აცხონოს დიდი ჰუმანისტი დიდი მწერალი დიდი ადამიანი დიდი მოღვაწე დიდი ეროვნული კაცი და ასე შემდეგ და ჩვენთან ჩამოდიოდა ხოლმე მე მის მუხლზე მჯდარ ვარ და ერთხელ მთხოვა რომ ესა და ეს ლექსი ისწავლეო და ვისწავლე ის ლექსი და აი და რომ მთხოვა დაახლოებით ერთ დღეში რომ ჩამოვიდა ის ლექსი ჩავაბარე და ამ დიდი თანამდებობის კაცმაც მოგეხსენებათ ამ ორდენოსანმა კაცმა მოგეხსენებათ წარმოიდგინეთ ჟურნალ ნიანგის რედაქტორი იყო მოგეხსენებათ მწერალთა კავშირის ლენინის ორდენოსანი რუსთაველის ორდენოსანი რუსთაველის პრემიის ლაურეატი ასე შემდეგ 100 მოთხრობის ავტორი და 5 დიდი წიგნის ავტორი ხო და ამ ადამიანმა რომ დავეჯილდოებინე ახლა მაშინ ხო არ იყო ბარათები რა მოგეხსენება და რომ დავეჯილდოებინე მოიჭყრიკა ჯიბეები ეძება და 5 ლარიანი იპოვა წარმოგიდგენიათ ერთადერთი რა ახლა ხილულად დავინახეთ ეკა და 5 ლარიანი მაჩვკა და მე არ ხარჯავდი ძალიან დიდი ხანი რომ ნოდარ დუმბაძის ნაჩუქარია მეთქი და მამა ჩემი ეუბნებოდა ნუ სვავნო და ახლა გორის ორი ოპერაცია ქონდა გადატანილი მოგეხსენება დიდი კეთილი ადამიანი საოცრად თავდაბალი საოცრად უბრალო და ეს ღვინო მკვდარს გააცოცხლებსო და მე რას მიზავს ესეთი სტუმრიანობა იყო ჩვენ ოჯახში და ტრადიციული მომენტი იყო რომ სტუმრიანობა იყო ჩემ ოჯახში ახლა მე აი უკვე აკადემიური ეპოქა მოვყევი და აი მამა როგორი თავიდან როგორ გახდა დოცენტი როგორ გახდა პროფესორი გახდა დაახლოებით 90-იანების შუაში მანამდე 70-იანების ბოლოში გახდა დოცენტი მოგეხსენება და ძალიან ახლა საიდან უნდა დამეწყო მამამ 1900 შესაბამისად 17 წლისამ ესე იგი 48 წელს დაამთავრა ატენის საშუალო სკოლა წარმოგიდგენია და პირველ წელსვე მოეწყო დედა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე რექტორი იყო ნიკო კეცხოველი წარმოიდა სტალინური ეპოქაა, უმკაცრესი ეპოქაა, ურთულესი ეპოქაა. ზოგს გონია რომ მარტო 37-ში იყო რეპრესიები, 47-ში თითქოს არ იყო რეპრესიები, ლაზები განასახლეს, წარმოგიდგენიათ, აი ჩვენი ძვირფასი სარფიდან, კვარიათიდან ქართველები, ლაზები, ჩვენი სისხლი და ხორცი განასახლეს თურქმენეთში. აი ეგეთი რთული ეპოქა იყო და ასე შემდეგ და აი წარმოიდგინეთ ახლა უნივერსიტეტში იყო და ერთ ადგილზე 50 ადამიანი მოდიოდა, ესეთი საოცარი კონკურსი იყო და ამ სოფლელმა ბიჭუნამ შეიძლება ითქვას, აი დაძლია 50 ადამიანის კონკურენცია და ჩააბარა და სწავს ხათაშორის აი თანაჯგუფელებისაც იხსენებდა ხოლმე მამა და მინდა ვახსენო და უფალს თხოვო რომ აცხონოს დიდი ნიკო კეცხოველი, დიდი ეროვნული ადამიანი, მით უმეტე მიუხედავად საბჭოთა ეპოქაში ესე თანამდებობაზე ყოფნისა და პარტიულობისა და ასე შემდეგ უნივერსიტეტის რექტორობისა, მაშინ პარტიული ხაზის გარეშე ვინმე, მაგრამ ეს იყო უდიდესი ეროვნული ადამიანი და
წარმოიდგინეთ, ყველა წარმატებული სტუდენტის, ყველა სპორტსმენი, ყველა კულტურით დაკავებული სტუდენტის, ყველა გამორჩეული, ყველა პრობლემატური სტუდენტის გვარი იცოდა. როგორც მამა იხსენებს, 80-90% სტუდენტების გვარი იცოდა და ყველა თანამშრომელიც, ყველა ლექტორის, წარმოგიდგენთ, ამ დროს უსასრულოდ თავდაბალი. ყვის რაში დახმარებოდა, იმას ფიქრობდა და ერთი საოცარი თვისება ჰქონდაო, რომ იცოდა, რომ აი ამ აუდიტორიაში ეს იყო ეს ეთქე და თურმე მამას კაბინეტში, მამა სადაც იჯდა ხოლმე, თუ მოხდებოდა, იქ შეიხედა და სად არის ჩემი ატენელი გენიოსი და მამას ეძებდა, ის თვითონ ტყვიაველი იყო, გამიგეთ, აი ზოგზე მაგალითად სად არის ჩემი პატარძეულელი ფალავანი, სად არის ჩემი მაგალითადთვის საჩხერელი პოეტი და აი ეს სოფლის და ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე და სწავლიდან გამომდინარე ნიკო კეცხოველი იყო და დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და როგორც კი დაამთავრა, მაშინ მოგეხსენებათ განაწილებები იყო და 26 ბაქოელი კომისარი, რამ გამახსენა ახლა, მაგრამ ავლაბარი არა ვთქვი, იმიტომ რომ მაშინ ესე ერქვა. ანუ ავლაბრის რაიონში გაანაწილეს გამომძიებლად. სულ პატარა ბიჭი, ესე იგი 17-18-სამ რო ჩააბარა, ესე იგი 23-24-ისა გაანაწილეს და გამომდინარე გარემოებიდან და ასე შემდეგ და იქ გამოსაძიებელი იყო და ასე შემდეგ უამრავი საკითხი. 100 დღეში ისწავლა 2000 სიტყვა სომხურ ენაზე და მთელი ცხოვრება აღსოვდა. წარმოგიდგენიათ? მთელი ცხოვრება აღსოვდა მაშინდელი და აი მაგალითადvis ისე გაესაუბრებოდა, ისე შეეკითხებოდა, მით უმეტეს ფრინავ ფრაზებს ეთყოდა, რომ უამრავი ადამიანი, სხვადასხვა ახლა იქ სანატორიუმში იყო, თუ რუსეთში იყო, თუ თუნდაც საქართველოში, უამრავი ადამიანი გაოგნებული იყო, რომ საიდან ესეთი ცოდნა, ესეთი მარაგი სიტყვებისა. და ძალიან მალე დაახლოებით ერთ 60 წელიწადში, ალბათ არ ვიცი ვაკანსია იყო რა იყო, რომ მოხდა იგი თავის მშობლიურ რაიონში. და მოხდა იგი და ძალიან მალე გახდა გორის რაიონის მილიციის უფროსი. სულ სხვა მიზანი მქონდაო ცხოვრებაშიო, მაგრამ აი გარემოება სამსახურმა ვითარებამ წარმოიდგინეთ, აი ამ მიმართულებით შესაბამისად, ანუ რო ფიქრობდა ალბათ რომ უნდა წაყოლოდა მეცნიერებას და ასე შემდეგ, მოხდა ესე სტრუქტურაში და მიუხედავად ამისა, აი მე დამერწმუნეთ, რომ მტერი არ გაუჩენია აი ამ და იყო ძალიან დიდი ქველმოქმედი იქ ადამიანების დამხმარე, უანგარო ადამიანი, წარმოიდგინეთ, უანგარო გამომდინარე სახლიდან, ცხოვრებიდან და ასე შემდეგ, ამას ნებისმიერი გეტყვით, სოფელ ატენში, გორის რაიონში ნებისმიერი გეტყვით და იყო ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიციის უფროსი, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე ახალგაზრდა მილიციის უფროსი იყო მთელ საბჭოთა კავშირში და რეკორდი ასევე დადო იმაში, რომ ყველაზე ახალგაზრდა იყო, ყველაზე ახალგაზრდა მაიორი და ყველაზე ახალგაზრდა ეგრეთ წოდებული პოდპოლკოვნიკი გახდა. ყველაზე ახალგაზრდა იყო საბჭოთა კავშირში და ამის ხარჯზე, რომ ესეთი გამორჩეული ადამიანი იყო, გამიგეთ, თანამდებობრივად და ასე შემდეგ, მსგავსი ეს არ არის ჯილდო, არამედ რაღაც საშუალებები მიუღია და ნახეთ როგორი რა. საბჭოთა კავშირს კარლოვიე ვარეში ჰქონდა საკუთარი სანატორიუმი, ანუ საბჭოთა კავშირის შსს სანატორიუმი იყო და კარლოვიე ვარეში, როგორც ბორჯომში იყო სიტყვაზე და კისლავოდსკში, ისე კარლოვიე ვარეში ჰქონდა საბჭოთა კავშირის ესეთი სანატორიუმი და იქ რაღაცნაირი საშუალებებით ალბათ ეკუთვნოდა და იმიტომ და მე ალბათ თუ რაღაცა საჩუქრეთ სახით თორე ეკუთვნოდა ცხადია, იქ გაემგზავრა სამჯერ, წარმოგიდგენიათ, სამჯერ ზედიზედ გაემგზავრა 3 წლის განმავლობაში, საუბარია 60-იან წლებზე. 60-იან წლების ბოლოზე, წარმოგიდგენიათ და იქ ერთ-ერთ წელს, უпростоროდ 2 წელი ზედიზედ, იგი იყო აი ერთ ოთახში ერთად ცხოვრობდნენ მამაჩემი და აკადემიკოსი შეპილოვი. აკადემიკოსი შეპილოვი იყო გამოჩენილი ადამიანი, გაზეთ პრავდას რედაქტორი იყო, სტალინის პირადი მრჩეველი იყო, მგონი ministri იყო რაღაც, ესეთი გრანდიოზული თანამდებობები, ხლა გაზეთი პრავდეს რედაქტორობის მერე ministrova აღარ არის ახსენებელი და მე ეს ადამიანი სტალინის გარდაცვალების მერე რაღაცა მოვლენები, აი ჩაწერეთ აკადემიკოსი, ანუ შეპილოვი, ერთი სიტყვა შეპილოვი რო ჩარდა, მაგრამ ამოვარდება ის თუ აი ხრუშოვი როგორ დაეტაკა აი ამ გუნდს და შესაბამისად, ნუ გადარჩა რაღაც პერიოდი ალბათ 1 წელი ან 9 წელი
გამოძიების ქვეშ იყო იმ ეპოქაში ხრუშოვი რომ კულტს დაეტაკა და აი წარმოვიდგინეთ რომ ამ ადამიანთან ერთად იყო და მამაჩემი ეს ძალიან განათლებული ადამიანი ობიექტურად იმიტომ არ ვამბობ რომ მამა მრავალ მხრივ განათლებული და ძალიან პოეტური შექსპირი ძალიან მაღალ დონეზე იცოდა ისეთ დონეზე რომ აი ნიკო ყიასაშვილს ეპაექრებოდა და მსჯელობდნენ და ასე შემდეგ და გივი გაჩეჩილაძესთან ქონია შესაბამისად შექსპირზე საათები საუბარი ღმერთმა აცხონოს ასევე რეზო თაბუკაშვილთან რეზო თაბუკაშვილს კითხა აი ამაზე აი თარგმნაზე და ასე შემდეგ და რამდენიმე დეტალის მერე აი მახსოვს რომ რეზო თაბუკაშვილმა უთხრა რომ კი აი შეიძლება უფრო ბწყარედებით ისა შეიძლება პოეტური უფრო გივი გაჩეჩილაძის თარგმანიაო სონეტებისო, მაგრამ იმისი უფრო პოეტურიაო, მაგრამ ჩემიო ბწყარედებით არისო და სრული აი სიტყვა არ გამომიტოვებიაო. ნუ ეს სხვა თემა. შესაბამისად და ისვენებდა ამ ადამიანთან ერთად და ეხლა გადასვლასავით მოგახსენებთ რომ მამაჩემი ამ ერთხელ 21 დღე გაატარეს ერთხელ მეორე 21 დღე გაატარეს ერთად და მამაჩემი ეკითხება საიდან ამხელა განათლებაო საიდან ამხელა ცოდნაო და ამ ადამიანს რა უპასუხა შენ სტალინი უნდა გენახა რადონის განათლებული იყო რადონის მოაზროვნე იყო ყველაფერში ყველა მეცნიერებაში იყო ღრმად ჩახედული ცოტა ბიოლოგიაში მოიკოჭლებდა თორე ფიზიკა ქიმია ენათმეცნიერება ისტორია მათემატიკა საოცარი გონება და არსებობს კიდევაც იმისი ცნობები რომ დღეში 800, 900 ფურცელს კითხულობდა და არის აი დასაწყისი წიგნი რო დაიწყო და დასასრული წიგნი რო დაამთავრა აი შიგნით არსებული მინდვრებზე და ზედვე არსებული შენიშვნები და თარიღები დატანილი და ხილულად ჩანს რომ ამდენი წიგნი აქვს საკითხული ადამიანს და სხვა კურჩატოვს რო ესაუბრებოდა ფიზიკაზე ჩერდებოდა კურჩატოვი და ფიქრობდა რა ეპასუხა შესაბამისად ისეთი და მოგეხსენებათ სტალინმა აი ძალიან ბოროტი თეორია შეიქმნა ისტორიაშიც და ენათმეცნიერებაშიც წარმოვიდგინეთ მეტადრე საქართველოს წინააღმდეგ რუსულ წიაღში ჯერ იმპერიულ წიაღში ნიკო მარი იყო ავტორი ამ ენათმეცნიერების სფეროში და ისტორიულ სფეროში ქეროფე პატკანოვი და ნიკო მარი და სტალინმა წარმოვიდგინეთ ამ ადამიანმა შეიძლება ითქვას რომ მარტომ დაძლია ნიკო მარის თეორია დაძლია ისე დაძლია რომ იმის მერე ის წიგნი აღარ გადაშლილა როგორც სამეცნიერო საჭირო ლიტერატურა თორე იძებნება ენათმეცნიერების საკითხში ნიკო მარი დაძლია სტალინმა და ისტორიის სფეროში ვერ დაძლია ან ვერ მოასწრო ან არ ეყო წარმოგიდგენიათ არ ეყო რომ და დღესაც სამწუხაროდ ნიკო მარისა და ქეროფე პატკანოვის ქართიზაციის თეორია არის გაბატონებული და სამწუხაროდ ქართიზაციის თეორია დევს საქართველოს ისტორიის წიგნში. ნუ ეს სხვა თემაა კიდე. შესაბამისად, ერთსაც დავამატებ იქ, რომ მამამ დაიცვა დისერტაცია სამეცნიერო სფეროზე საქართველოს რუსეთის მმართველობის ქვეშ 1864-1917 წლებში ძალიან საინტერესო წიგნია და ნებისმიერ ადამიანს მოგაწვდით ისტორიკოსიც იყო, იურისტიც იყო, ასე შემდეგ. ეს რაც ამას შეეხება და ასევე ეხლა ძალიან საინტერესო ამბავსაც მოგიყვებით რა, აი ცხოვრობს და ისვენებს რა ერთხელაც ამ კარლოვიე ვარეში, სანატორიუმში, იქ თვითონ ამბობდა რომ აი ჩემზე დაბალი ჩინის ადამიანი თითქმის არ იყო და თუ იყო ვინმეო, აი სრულიად დაბალი ჩინის ადამიანი მარტო იმიტომ რომ ჩათვლილი იყო რომ აი მაგალითისათვის სერჟანტიც ისვენებს აქა მაგალითისათვის აი უმცროსი ლეიტენანტიც ისვენებს ან მართლა გმირები რო იყვნენ რომ რაღაც ასწაული ჩაიდინეს ან კრიმინალთან ბრძოლაში ან რაღაც სახელმწიფო საქმე ესეთი ადამიანები თუ ისვენებდნენ ამ კარლოვიე ვარიში კარლოვიე ვარი არის ყოფილი კარლსბადი რომელიც გერმანიის ქალაქია, პრუსიის ქალაქია და დღეს ჩეხეთის ტერიტორიაზეა, მოგეხსენებათ. და ამ კარლოვიე ვარიში ისვენებს მამაჩემი და რა ხდება? საინტერესო რამე, საოცარ რაღაცას გეტყვით ახლა. გამოდიოდა და გამოდის ცხადია მაღალი დონის იუმორისტული ჟურნალი ლონდონში, ინგლისში სახელად ქვია Punch, ანუ პანგური. და წარმოიდგინეთ იქ ერთ-ერთ ჟურნალის ტოდორ შენინს დაავალეს შემდეგი რამე, რომ ჩასულიყო საბჭოთა კავშირში
და გაეშარჟებინა, ეპოვნა ვიღაცა რაღაცა შესაბამისად ეპოვნა რუსი მილიციელი, ასე ვთქვათ და გაეშარჟებინა ეს ადამიანი და ამ ადამიანს ანგარება ყველგან არსებობს, წარმოიდგინეთ ღია კარებთან ვინ არ შეცდებაო, გამოთქმაც არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს შეცდომისაგან და ამ ადამიანმა ეთყობა რომ გამოემგზავრა იქიდან, გამოიკითხა და აღმოაჩინა რომ ჩეხეთში ახლა ნომინალურად პრაღა ევროპის დედაქალაქია, როგორც შუა გულადგილას მყოფი და აი ევროპის შუაში, ევროპის ცენტრში, პრაღაში, რომელიც ყოველთვის ევროპული ქალაქი იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჩექმა ჰქონდა მას დადგმული და მოგეხსენებათ რაც მოხდა ქალაქ პრაღაში, ბუდაპეშტში და ასე შემდეგ, რომ ტანკები შევიდნენ 1950-იანებში, 60-იანებში და ასე შემდეგ და გაიგო რომ იქ არიან საბჭოთა მილიციელები, გამიგეთ ახლა წარმოედგინა რომ ეს იყო რაღაც ერთი ფენა, ერთი საზოგადოება, ყველა ერთნაირი და წამოვიდა აქ რა. წამოვიდა აქ და ის სრულიად შემთხვევით რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ სრულიად შემთხვევით შემოდის ტერიტორიაზე და პირველივე ვისაც ხედავს ეს არის მამაჩემი გერმანულად საუბრობდა ინსტიტუტის ხუთოსნის დონეზე, ასე ვთქვათ, სკოლის ხუთოსნის დონეზე მაქსიმუმ, ახლა ეს არ არის სუფთა, მაგრამ მაინც ხო რუსული იცოდა, ინგლისურს ცდილობდა რომ ესწავლა და ოცნება ჰქონდა და ვერ აისრულა რომ შექსპირი ორიგინალში წაეკითხა, ან კი ვინ კითხულობს შექსპირს ორიგინალში, ყველაფერი ადაპტირებულია, ის სხვა ინგლისურია, მგონი ინგლისელებსაც უჭირთ რომ წაიკითხონ 1564 წელს დაიბადა შექსპირი ეივონ სტრატფორდში, მოგეხსენებათ. ჩამოვიდა ტოდორ შენინი, ეხლავე მინდა გთხოვოთ რა, იქნება ეს ჟურნალი მაპოვნინოთ რა, რაღაც აი საშუალებებით და ასე შემდეგ. მოგახსენებთ რომელ ჟურნალზეც ლაპარაკობ, ანუ ჟურნალი პანჩი, ჟურნალისტი ტოდორ შენინი და ჩამოდის და ხვდება შალვა ვანიშვილს, საბჭოთა კავშირის მაიორს, საბჭოთა კავშირის მილიციის მაიორს და გაიცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად ხდებიან სასაუბროდ და ასე შემდეგ და ხო ის საკვირველებავს შესაბამისად რაღა მეტი გავაგრძელოთ იმის მაგივრად რომ გაეშარჟებინა და დაეცინა და მასხარად აეგდო და ასე შემდეგ ჟურნალ პანჩში ამ ჟურნალის საბჭოთა პოლიციელი გამოდის ესეთი სტატია რომ როგორ იცინიან რუსები და ხატია მამაჩემი მომღიმარი ერთ-ერთ გვერდზე და იქვე ქვესათაური რომ საბჭოთა მილიციელმა ზეპირად იცის უილიამ შექსპირი. ეს იყო გამაოგნებელი, აი ბუმი იყო შეიძლება ითქვას, მეტ უმეტეს ასე შემდეგ და მე ეს ადამიანი ჩამოვიდა საბჭოთა კავშირში, ჩამოვიდა სოფელ ატენში. წარმოგიდგენია, ჩამოვიდა გორში, ჩამოვიდა თბილისში, ცხადია და ასევე სოფელ ატენშიც და ღვინოც მიირთვა და გაოგნებულიც წავიდა. ეხლა რაღაც სხვა დეტალებს ეხლა რა აზრი აქვს რომ მოგახსენოთ, დიდი მეგობრობა იყო რაღაც პერიოდი და ეხლა მოგეხსენებათ ყველაფერი გაცივდა მას მერე და მით უმეტეს უკვე ძალიან ძველ ამბავზე, 60-იანი წლების ამბავზე ამბობდა, იქნებ მაპოვნინოთ, აი მოგახსენეთ უკვე რომ ჟურნალი პანჩი, ჟურნალისტი ტოდორ შენინი. და ეხლა რაც შეეხება ატენს, რაც ეგან მოგახსენეთ რომ მამაჩემი იყო მილიციის უფროსი გორის რაიონის და გორი ეხლა ისეთ ისტორიული ქალაქი, შესაბამისად ეგ მუზეუმები, ასე შემდეგ სტალინის სახლ-მუზეუმი, უფლის ციხე, ატენის სიონი, საოცარი ღვინო, საოცარი ხილი და ასე შემდეგ და როდესაც რუსეთიდან ჩამოდიოდა საპატიო სტუმარი, შსს იყო თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ჩამოდიოდა წარმოიდგინეთ ჯერ თბილისში ალბათ სათათბიროდ და მერე ღონისძიების მეორე ნაწილი და ასე შემდეგ ხდებოდა ქალაქ გორში. და ახლა მოგეხსენებათ ეგ ვინ არის ჩვენი წარმომადგენელი, ეს არის და რო აღარ გავაგრძელო ჩემთან სოფელში ატენში ნამყოფია ეს არ არის რაღაც დონეზე ესეთი, მაგრამ აი როგორც ისტორიულ ამბავს გეუბნებით, თორე დიდი საამაყო მომენტი არ არის, აი შოლოკოვი მაგალითად მინისტრი იყო საბჭოთა კავშირი და მასთან მეგობრობდა შევარდნაძე და შოლოკოვი ჩემთან სახლში ისხდნენ და მიირთმევდნენ ღვინოს და ამბობდნენ სადღერძელოებს. შესაბამისად არაერთხელ წარმოგიდგენიათ და
მოდით უკვე სხვა ადამიანზეც ვისაუბროთ. იყო ესეთი ადამიანი ლევ ლანდაუ, ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი მეცნიერი, გრანდიოზული ადამიანი, დიდი ფიზიკოსი, ასე შემდეგ და ეს ადამიანი აი 60-იან წლებში ჩამოდის საქართველოში და ისე მოხდა, არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ადამიანს სუფრაზე თავკვერი დაუსხეს, თავკვერი. და როგორც კი ერთი ყლუპი გასინჯა და ასე შემდეგ ამ ადამიანმა და შეხედა ამ ღვინის ფერს, გემოს, გაზიანობას, არომატს და ასე შემდეგ, იქ წამიყვანეთო საიდანაც ეს არისო წარმოშობითო ეს ღვინო, ეს ჯიშიო და ჩამოიყვანეს გორის რაიონის სოფელ ატენში. წარმოგიდგენიათ, იქ დაიბადა თავკვერი და იქ დაიბადა ჩინური ეს ალბათ 7 საუკუნის 70 საუკუნის ჯიშია რა შეიძლება ყოველ შემთხვევაში მეღვინეობა რო იყო საქართველოში 7629 წლის წინ ფაქტია ეს რა წელიწადია რატო ვთქვი ეს წელიწადი ბევრი მიხვდება ხო რაც კი სამყაროში ადამიანი არსებობს ანუ ადამიანი მოაზროვნე იარაღის მკეთებელი ნუ ეს სხვა თემაა თუმცა ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე შესაბამისად და ჩამოიყვანეს გორის რაიონის სოფელ ატენში იყო ჯადოსნური სასწაული ღვინის ქარხანა წარმოვიდგინეთ და ამ ღვინის ქარხანაში სხვადასხვა წლის სხვადასხვა ასე შემდეგ სხვადასხვა იქ იყო ძველი რარიტეტული ქვევრებია დღესაც ალბათ მგონი იქ არის სასწაული გვირაბი ესე 107 მეტრის სიღრმეზე მთაში გაკეთებული სადაც სულ ერთი და იგივე ტემპერატურაა და სუბოლოში საქეიფო ადგილი და იქ ღვინოებია შენახული და შემდეგ და გამასინჯეთო ღვინო და საუბარი იყო თეთრიც გამასინჯეთო და თავკვერი ლალისფერი ღვინო შესაბამისად და იქვე არის мама წარმოგიდგენია და იქვე არის კიდე ერთი 20 ადამიანი ეს იყო მინისტრის სიტყვაზე განათლებისა თუ შსს-ი თუ სოფლის თავკაცი თუ ამის დირექტორი და ასე შემდეგ სხვადასხვანაირი ადამიანები მომსახურე პერსონალი ამ ქარხნისა ღვინის ქარხნისა ატენის ღვინის ქარხნისა და გაუხსნეს სულ ახალ-ახალი ერთ-ერთი ავზი თეთრი ღვინის სადაც არის წარმოიდგინეთ ატენური ზოგადად ახლა არის ჩინურისა და გორული მწვანის მგონი კუპაში ქვია ხო რომ აი 70% ეს უნდა იყოს 30% ეს უნდა გამოდის ღვინო ატენური თუმცა ძალიან ბევრი ჩინურს ვეძახით ატენურს ჩინურს ანუ ჩინებულს თეთრ ღვინოს ძალიან ბევრი მაგას ვეძახით ატენურს რა ატენურ ჯის და რომ მიირთვა ეს სასწაული და ყველა ელოდება რომ ამ კაცმა თქვას ბრავო წარმოგიდგენიათ და გასინჯა ეს ღვინო ჯერ ესეთ გასინჯა და ძალიან დიდებული ღვინოა ძალიან კაი ღვინოა მაგრამ რკინის გემოაქო ჟანგის გემოაქო არა გამორიცხეო სუ კერამიკაში არისო ეს ავზიო და ჰერმეტულად დახურული შეხება არა აქო შესაბამისად ისეთ ლითონთან რომელიც ჟანგვას განიცდის და ასე შემდეგ მარტო კერამიკა არისო მთელი ჭურჭელიო ну კაიაო მაგრამ ესეთი რაღაცა თქვა და მე რა მოხდა იცით წაოცრება რომ მე ამ ადამიანის წასვლის მერე რო თქვა რომ აი ჟანგის გემო აქვს რკინის გემო აქვს ალბათ დაიცალა ეს სხვადასხვა ადამიანებმა ზოგმა 20 ლიტრა ზოგმა 100 ლიტრა და ზოგმა 500 ლიტრა მიიღო და მიირთვა და წაიღო და ბოლოში წარმოგიდგენიათ ძირში ეგდო ესეთი ღოჯო ანუ ბრჭყალებში ზუბილა ანუ ლითონის მსუქანი ლურსმანი რომლითაც ან სახურავს აღებდნენ ან სახურავს კეტავდნენ და ალბათ ერთ-ერთ მუშას ჩაუვარდა და დამალა რო ჩაუვარდა და ეგდო წარმოგიდგენია და იმისი გემო გაიგო მოგეხსენებათ ეხლა აი რკინას მით უმეტეს როგორი თავისებური გემო აქვს ეხლა რა გამახსენდა იცით სურამში თუ მოხდებით აუცილებლად ერთხელ შეიძლება ერთი კარი რკინის წყაროა და ესეთი ჟანგისფერი რაღაცნაირი წყალი ამოდის წაოცარი და გასინჯეთ როგორი რკინის გემო აქვს როგორი სუნი აქვს, როგორი არომატი აქვს და როგორი აი რკინის გემო აქვს, ზუსტად აი ფოლადის გემო აქვს, შეიძლება ითქვას, რკინის გემო და ეს ესეთი საინტერესო ამბავი და შესაბამისად მე თავკვერი რო გასინჯა თქვა რომ ეს არისო სამეფო ღვინო და საოცარ რაღაცას გეტყვით. იქ რამდენიმე ადამიანი იყო, ზოგი ცოცხალია მათგან და ამ ადამიანმა მე ჩვენთან უკვე ისეთი სუფრა გაიშალა ძალიან აკადემიური და ასე შემდეგ ატენში და ამ სუფრაზე ოჯახში
დაახლოებით 30 ადამიანი იყო, ყველა უსმენდა რა სიტყვა და აკადემიკოსი ლევ ლანდაუ, გასპაძინ დაუ, ესე მიმართავდნენ. გასპაძინ დაუ ხოვითო მაკრძალული იყო მაშინ, მაგრამ ეს იყო გასპაძინ დაუ, დაიწერან რომ შეპილოვი ვახსენე. მამა ამბობს რომ დარეკავდნენო კაბინე ოთახში, ნომერში არსებულ ტელეფონზეო და იქ არისო და ავიღებდიო. ამბობდნენ რომ დაუძახეთ ბატონ შეპილოვს. პაზავიცი და გასპაძინა შეპილოვა და აი ესეთი მიმართვები იყო, აი ელიტაში, ძალიან მაღალ ელიტაში ეს იყო რაღაც დონეზე წარმოუდგენელი, ხო, მაშინ ზოგი მაგაზე ბრაზობდა სიტყვა გასპაძინით და ბატონით რატომ მომმართეთო, ხო, გახსოვთ ეგ დრო. შესაბამისად, ლევ ლანდაუმ ყველას გასაგონა თქვა რომ მეო ახლა უნდა ყველაფერს თავი დავანებო. უნდა მოვწყდეო, სამეცნიერო საქმესო, მუშაობასო და ასე უნდა წამოვიდეო და სადაც ეს გემოებიაო, იქ ხილიც იყო, სხვათა შორის ღვინოც იყო, ალბათ ყველიც იყო და ადგილობრივი ყველაფერი და ეს გემო და სურნელი რო ნახა ამ ადამიანმა, მე უნდა აქ ვიცხოვრო, სადაც ეს ღვინო მოდისო, სადაც ეს ხილი მოდისო, სადაც ესეთი ხორბალი მოდისო, გაოგნებული იყო და მე ცხადია ეს აღარ განხორციელდა, მალე გარდაიცვალა ლევ ლანდაუ და თორე ესეთი რაღაცა განაცხადა, ხმამაღლა განაცხადა და ეგრე მაგის პასუხია და ლევ ტოლსტოიც წარმოიდგინეთ რომ როცა გარდაიცვალა ჯიბეში უპოვეს ერთი გზა ბილეთი ვლადიკავკაზამდე. იქ რკინიგზით რო იქამდე მოდიოდა, ეხლა ვლადიკავკაზში დარჩენა გამორიცხული იყო, ეხლა კარგად გამიგეთ, ეს იყო პატარა დაბა მაშინ რა, ისეთი რომ არ იყო არც სკოლები, არც რაღაც სასწავლო ორგანიზაციები ამავდროულად და არ წამოვიდოდა იქა და ყველა ვარიანტში ეს იმას ნიშნავს, რომ მე უკვე უნდა დამჯდარიყო სხვა ტრანსპორტზე და ეგრე გადმოსულიყო დარიალის ხეობით, შემოსულიყო და თბილისში მოდიოდა. საქართველოში მოდიოდა რომ აი ბოლო წლები აქ გაეტარებინა, წარმოგიდგენიათ. ეხლა ეს რომ დედამიწის ჭიპია ძალიან ბევრმა იცის და აქ რო საოცარი გემოებია და აქ რო საოცარი გარემოა და ასე შემდეგ ეს ყველა მიცის და აი ესეთი ამბები და ეხლა ისევ მამაზე ვილაპარაკო დიდი ბოდიში რომ გადავერთე, ეხლა მე ჩამოვთვალე ჩვენი გვარის წინაპრები და იცით რა გამახსენდა, ეხლა უნდა ვთქვა რა რომ აი მამას ეხლა მამამ ეს მოახერხა გამიგე და იცოდა რომ ეს დამჭირდებოდა და ჩემშვილს დაჭირდებოდა გამიგე და ჩვენი წინაპრების სახელები დადო გამიგეთ ეს ანდრია, პავლე, ზაქარია, ნიკა, შალვა, მე მოგეხსენება თქვენი მონამორჩილი ნუგზარი და ჩემი ვაჟი, ჩემი შვილები აი ამით ისარგებლებენ და საოცარი ცნობაა და ძალიან ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის თავისი 4, 5, 6, 7 თაობის წინა ნათესავი. წარმოგიდგენიათ და რუსეთმა ესე დაავლო ხელი ჯერ ხო ხატებიც წააბრძანა, ოქროსა და ვერცხლის ძვირფასი ნივთების, საეკლესიო ნივთები წაიღო და მათ შორის წაიღო უბრალო ესეთი უბრალო უწყისები, უბრალო რვეულები, სადაც ეკლესია აღწერდა ადამიანის დაბადებას, გარდაცვალებას, შეუღლებას, ანუ ნათლობას და ასე შემდეგ. ასე მაგალითად ეხლა მე რო ვთქვი და ეს მამას რო უწერია პაპანიკას დაბადების წელი და მისი მამის ზაქარიას დაბადების წელი, იმის იქით აღარ უწერია გამიგეთ და იქაც ეხლა რა დონეზე წყდება ხომ მოგახსენეთ და აი მაგალითისათვის ადრეც მისაუბრია ამ თემაზე ფრანგი გენიოსია და დრამატურგია მოლიერი, მოგეხსენებათ აი ტარტიუფისა და დონ ჟუანისა და ზგანარეს ავტორი და მიზანთროპის ავტორი, იცით რა, ეხლა სადაღარ იდგმევა მაგისი სპექტაკლები დაწყებული საქართველოსთან, დიახ დაწყებული საქართველოსთან, იმიტომ რომ უამრავი რაც ჩამოვთვალე, უამრავი გვინახავს ხო ჩვენ. შესაბამისად და ამ ადამიანის დაბადების დღე კი არ იციან და დაბადების წელი კი არ იციან. ეკლესიაში აქვს ნაპოვნი რომ აი 1621 თუ 22 წელი 23 1620-იანი წლების დასაწყისში არის მონათლული ამ ადამიანს ეკლესიაში ხო გამიგენ და მე იქიდან ითვლიან რომ აი მაშინ ტრადიცია იყო რომ 2 თვისას, 3 თვისას, 1 თვისას ნათლავდნენ და ესე გამოიყვანეს რა დაბადების წელი. თორე არ იციან და ესეთი მონაცემები ეკლესიას ჰქონდა.
მაშინ ეკლესია იყო, მაჩის ბიურო და ასე შემდეგ და აი ჩვენ ესეთი რაღაცები არ ვიცით. ეს ყველაფერი დევს პეტერბურგში და დამლაპარაკებელი არ არის კაცი რა. რო ჩავიდეს იქა და უთხრათ თქვენ არ გინდათ, აი X ლარი გინდათ თუ Y ლარი გინდათ თუ დოლარი თუ რა ვიცი რა თქვი რა ვალუტა გინდათ რომ ეს მაინც დაგვიბრუნოთ რა. ჭირდება ერთს, აი ნათესაური კავშირისათვის და ასე. თუმცა ეხლა ღმერთმა გამოაჩინა, ეს რა თქმა უნდა ამას ვერ ცვლის კარგად, მაგრამ რაღაც დონეზე ცვლის და დნმ მაგალითად ყველაფერს იტყვის და თანაც არა 10-15 თაობის წინანდელს, არამედ იტყვის 10-15-20-30 საუკუნის წინანდელ ამბებს. შესაბამისად უკვე მოგახსენეთ მამას ცხოვრების მომენტები, იგი აი ანუ 40-იან წლებში რო უნივერსიტეტში მოეწყო, მერე 50-იანის შუა წლებიდან უკვე შსს-ში მუშაობდა, მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ ან იქ ყოფილიყავიო, მთელი ცხოვრება იმ სფეროში, ან სამეცნიერო სასწავლო სფეროში ვიყავიო, რომ მაღალ მწვერვალებს მიმეღწიაო და იქ ეხლა მოგეხსენებათ მილიციის უფროსი გახდა და აქ პროფესორი გახდა და მილიციის უფროსობა როგორ განვითარდა ეხლა მოგეხსენებათ თქვენ ყველამ კარგად იცის რა ესეთი ადამიანი ედვარდ შევარდნაძე და მისი ღონისძიებანი 1970-იანი წლების დასაწყისში იმისდან მიუხედავად რომ წეღან თქვი რომ მამას წესიერება და მამას პატიოსნება და მამას შემართება და მამას გამორჩეულობა იცოდა ბევრი ადამიანის გამსმენია ესა სრულიად შემთხვევით სრულიად სხვა თემაზე შევხვდი ვაკის პარკში კონკრეტულად ბავშვებს ვათამაშებდი ბატონ შოთა გორგოძეს მოგეხსენებათ ეს ადამიანი და იქ ლაპარაკში რომ ბავშვებთან ერთად ვიყავი მე 20 წლის ამბავს გეუბნებით დაახლოებით 20 წლის წინანდელი ამბავი იქნება და გამოგვეცნაურა და მე ჩვენო ყავდაო ვარსკვლავიო აი ჩვენი სფეროსო და ჩვენი ორგანოს ვარსკვლავი ყავდაო შალვა ვანიშვილი როგორშიო და რო ვუთხარი შალვა ვანიშვილი ისაუბრა 1-5 წუთი 7 წუთი ძალიან ამაყივა რომ ისეთი სიტყვები თქვა ღმერთმა აცხონო შოთა გორგოძე დინამო თბილისის კურატორი იყო ხო გახსოვთ და დიდი ამაგი აქვს სხვათა შორის ფეხბურთელებზე ადამიანურად პიროვნულად კაცნი ვართ შესაბამისად ადამიანურობაზეა საუბარი არა სხვა თემაზე დიდი ამაგი აქვს და შესაბამისად იმისდან მიუხედავად რომ შევარდნაძე მიცოდა ეს მამაჩემ იდეალურად ატენში ჩვენთან არის ნამყოფი რამდენჯერმე წარმოგიდგენიათ ერთხელ კი არა რამდენჯერმე ამისდან მიუხედავად მან რადგან ყველა მოხსნა მილიციის უფროსი საქართველოში და 50% დაიჭირა რაიკომის დივანი ყველა მოხსნა საქართველოში და 50% დაიჭირა აღმასკომის თავმჯდომარე ყველა მოხსნა და 50% დაიჭირა და ასევე პროფტექნიკუმების დირექტორები მოხსნა და ასე შემდეგ ქრისტეს ტირილი დაატრიალა სხვადასხვა მონაცემებით 30000 ადამიანი გაასამართლა 72 წელში და მამაც მოხსნა იმის მიუხედავად რომ მამა ობიექტურად ფიქრობდა რომ აი დამაწინაურებს ეხლა იცის რა ჩემი წარსულიო და მამა უცებ რჩება მაგრამ ერთადერთი ადამიანია მგონი აი იქნება ანალოგი მომაძებნინოთ რა ან ნახოთ ან შევომეხმიანოთ რომ ერთადერთი ადამიანია რომ მამა იყო აი ამ სფეროში სშს-ში და გახდა სახელოვანი პროფესორი აი ამდენი ლექციის ავტორი და ასე შემდეგ მამა მიცოდა ვაჟავშაველა, ილია ჭავჭავაძე, ზეპირად, წარმოგიდგენია ძალიან ალბათ ერთი 1500 ლექსი იცოდა ზეპირად და დიდი და აი ეს არის მისი დაწერილი წიგნი. ის ღმერთების სწორია, შალვა ვანიშვილი, ესეთივე არა ამხელა არა, მაგრამ დაახლოებით ერთი 2-3 წიგნი აქვს კიდე დაწერილი ბროშურის ფორმის და ამასთანავე შსს-ში რომ მუშაობდა, იგი სულით მწერალი იყო, მაგრამ ეპოქა იყო მაშინ, კარგად გამიგედა. შსს-ში რომ მუშაობდა 60-იან წლებში არ გამოდიოდაო არც ერთი ჟურნალიო, ერქვა გუშაგი, მებრძოლი გუშაგი ერქვა ესეთი თუ სამხედრო გუში, ანუ გუშაგი ერქვა შსს ჟურნალზე და ყველა ნომერში ჩემი სტატია იყო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ მუშაობდა 90-იანებში, 2000-იანებში დიდებული გაზეთი გამოდიოდა, აღმშენებელი, იქაც ყველაში მისი სტატია იყო. გორის უნივერსიტეტში რომ მუშაობდა ჩვენი უნივერსიტეტი ესეთი ჟურნალი გამოდიოდა ძალიან მაღალი პოლიგრაფიით დიდებული ფერადი ყდით და შიგ თავსით ერთი გვერდი ფერადი იყო დავით ახლოური იყო მივესალმები აქედან მას რედაქტორი და იქაც ყველაში მისი სტატია იყო
ნუ წეღან რო ნოდარდუმბაძე ვახსენე, ღმერთმა აცხონოს ისევ და ისევ ვიტყვი დიდი ადამიანი. ნოდარდუმბაძე იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი და იქაც მამაჩემი უშტატო თანამშრომელი იყო და წერდა იქ სტატიებს, ეს იყო ნახევრად იუმორისტული, ნახევრად რაღაც მოგეხსენებათ ეხლა როგორი ეპოქა იყო. ნიანგი სახელოვანი ჟურნალი იყო, სახელოვანი და ულამაზესი, მხატვრული, დღემდე მახსოვს მისი კარიკატურები და ასე შემდეგ. დიდებული კარიკატურისტები, მხატვრები, მწერლები იყვნენ შეკრებილნი, წარმოგიდგენია და გამოსცემდნენ ამ ჟურნალს და აი მამა ეხლა კიდე ერთხელ გეუბნები, ძალიან ძლიერი გლეხიც იყო. ამასთანავე აი ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი ბაღები. მე მახსოვს რომ მამას 20, 22, 24 ტონა აი ამ 70-იან წლებში თან ლექტორი იყო და ბევრჯერ მიგვიღია 22, 24, 25 ტონა ვაშლი. მოდიოდნენ ხოლმე შესაბამისად მე მყიდველები, რომელსაც რუსეთში მიკუნდა და ეზოდან მყიდდით. 20 ტონა ვაშლს. ეს იყო ჩვენი ოჯახის ძალიან დიდი შემოსავალი. დედა მასწავლებელი მყავს მე, ღმერთმა მიცოცხლოს, მამა ლექტორი იყო, მოგეხსენებათ უკვე ვახსენე, ეს 70-იან, 80-იან, 90-იან წლებზე მაქვს საუბარი და წარმოიდგინეთ რამხელა დოვლათი მოგდის, რომ 20 ტონა, საიდანაც ალბათ 15 ტონა, 17 ტონა იყიდებოდა ხოლმე და 60 კაპიკობაზე, 70 კაპიკობაზე რა გრანდიოზული ფული იყო და აი ეს იყო ჩვენი შრომა და მეც აი დღეს ღვთისწყალობით ბაღიცა მაქვს, ფუტკარიცა მყავს, მე სტუმრად გორის რაიონის სოფელ ატენში. იკითხეთ პროფესორ შალვა ვანიშვილის შვილი და ეგრე უფრო მარტივად მომძებნით, ვიდრე მე მიკითხოთ ნუგზარ ვანიშვილი რა. მე გვესტუმრეთ სოფელ ატენში, ჯადოსნური სოფელიაც. ისევ ვამბობ, რომ 61 ეკლესია არის და 5 ციხესიმაგრეა, მათგან ერთ-ერთი აუღებელი ატენის ციხე, შტურმითა და ბრძოლით აუღებელი და ეხლა ღალატი არ ითვლება, არა მოდით არ ჩავთვალოთ რა, ეხლა მოღალატე მესამე ადამიანი იყო კაცობრიობისა, წარმოგიდგენიათ, ძმა მოკლა მოღალატემ. დღემდე არ იცი ზუსტად კაცობრიობის ძალიან დიდ მონაწილმა, რატომ მოკლა კაენმა აბელი. მამა ღვთისწყალობით ძალიან ბედნიერი იყო იმითი, რომ ყავდა 4 შვილი, ყავს 12 შვილიშვილი და რა კი გაგეცინება და არ დამითვლია რამდენი შვილთაშვილი ყავს და კიდე მზარდია ეს რიცხვი შესაბამისად. ძალიან დიდი მადლობა, რომ მომისმინეთ. ძალიან დიდი მადლობა, წინ გეუბნებით, თუ მეწვევით სოფელ ატენში და ვისაუბროთ ატენზე, ისტორიაზე, მშობლების ამაგზე, ყურძენზე, თაფლზე, სამშობლოზე, ყველაფერზე, რაც დადებით ემოციას გვაძლევს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაუმარჯოს თქვენ ოჯახებს, თქვენს მშობლებს, თქვენს საგვარეულოს. აი ახლა უცებ გამიჩნდა ეს აზრი, რომ თუ აი ნებისმიერ თქვენთაგანს რა გექნებათ სურვილი, რომ ისაუბროთ ოჯახზე და გამორჩეულ ადამიანზე, აი თუ გნებავთ ორნი მესტუმრეთ, თუ გნებავთ ძეგლი დაუდგათ, აი ესეთი წარმოსახვითი ძეგლი დაუდგათ ჩვენ წინაპრებს და ძალიან დიდი მადლობა. მშვიდობა გქონდეთ, ღმერთმა დაგლოცოთ ქართველებო.